თეოდორე სტუდიელი, ოთხშაბათსა შუა მარხვისასა, ვითარმედ აღსება ესე, სახე არს მერმისა მის საუკუნოსა აღსებისა. გვაკურთხენ მამაო. ძმანო და მამანო, აღა ესე რა მარხვანი წარულენან და უხარის სულსა მოწევნისათვის აღსებისა, რათა მასშინა განისვენოს და მრავალთა მათ შრომათაგან ელხინოს. და რაისათვის მე წარმოხდა სიტყვა ესე, რათა ყოველი ცხოვრება ჩვენი საუკუნოისა მის აღსებისა მიმართ ხედვიდეს. რამე თუ აღსება ესე, დაღაცა თუ დიდარს და დიდებულ, არამედ ვითარცა იგი მამანი იტყვიან, მერმისა მის აღსებისა სახე არს, რომელ ესე ერთ დღე აღესრულების და წარვალს, ხოლო იგი აღსება უცვალებელ არს და წარუვალ, ვინა იგი წარხდა სალმობა, წუხარება და სულთქმა, სადა იგი არს სიხარული და მხიარულება, სადა იგი არს განსვენება საუკუნო, სადა იგი არს ხმა ზატიკობისა და ნათლისა დაუწყვეტელისა ზიარება, სადა იგი არს ნეტარი იგი სერი ქრისტესი და ტაბლა აღუსებული საუკუნოთა კეთილთაგან და ახალი იგი სასმელი, რომლისათვის თქვა უფალმა, ვითარმედ ამიერიდან არღარავ სვამ მე ნაყოფისაგან ამის ვენახისა, ვიდრე მდის სვა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა. ამისთვის ეგულებოდა რა ზეცა დამაღლებაი თვისთა მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ მე წარვალ და განგიმზადო თქვენ ადგილი, ყვალად მოვიდე და წარგიყვანე თქვენ თავისა ჩემისა თანა, რათა სადაცა მე ვიყო, თქვენცა მუნიყვნეთ და სადა იგი წარვალ, იცით და გზაიცა იგი იცით. და შემდგომად მცირედისა იტყვის, ვითარმედ მას დღესა შინა ცნად რამე თუ მე მამისა ჩემისა თანა და თქვენ ჩემთანა და მე თქვენ შორის. და ყვალად სხვასა ადგილსა იტყვის, მამაო მნებავს რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა იყვნენ ჩემთანა, რათა ხედვიდნენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამე თუ შემიყვარე მე პირველ სოფლისა დაბადებისა, და რამე თუ არა მოციქულთათვის ხოლო, არამედ ჩვენთვის სათქმულ არს ესე, რამე თუ თავად მან ვეთქვა, ვითარმედ არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა რწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ, რათა ყოველნი ერთი იყვნენ, ვითარცა შენ მამაო ჩემ შორის და მე შენ შორის, რათა იგინიცა ჩვენ შორის იყვნენ. რაიმცა იყო ამათ სიტყვათა უტკბილეს, რაიმცა იყო უფრო ნუგეშინის საცემელ, ანუ ლმობიერ მყოფელ, რომელი სული ქვისაცა მსგავსი ვერ ძალუც მოლბობად, ანუ რომელი გული ვერ ძალუც ლმობიერ ყოფად და შემუსვრად, დაღაცა თუ ანდა მატისამცა ვინ თქვა თუ არს ბუნება მისი და არა გული კაცისა. ამას გულის ხმა ყოფდეს წმინდანი და მოითმენდეს, რა იგი მოითმინეს, რამე თუ შერაცხნეს ჭირნი, ვითარცა სიხარულნი და იწროებანი, ვითარცა ფართოებანი და ღვაწლნი, ვითარცა საშვებელნი და მოღვაწეობანი, ვითარცა განსვენებანი და სიკვდილნი, ვითარცა ცხოვრებანი. აწუკვე გევედრები ძმანო, ჩვენცა მოვითმინოთ მსგავსად მათსა, რამე თუ ჩვენცა მისვე ფუფუნებისა მიმართ სურვილ ვართ და მასვე ვეძიებთ აღსებასა. თავს ვისხნეთ ახოვნებით და სიმხნით სოფლისა ამის მწუხარებანი და ნუ დავეცემით და ნუცა მოვიწყინებთ, ნუცა დავხსნებით, უფროსღა განვიფრთხოთ და უმხურვალეს ვიქმნეთ, განვიცდიდეთ გველსა მასსა ბოროტსა და მრავალ ღონესა ვნებად ჩვენდა. რომელი იგი შეიცვალების რეცა ანგელოსად ნათლისად
და შესცვალებს საქმეთა წესისაგან თვისისა, რამე თუ ბნელსა აჩვენებს ნათლად და მწარესად კბილად. ესრეთ აცთუნა პირველი იგი მამაი ჩვენი, რამე თუ შეგრძნა სახედველნი მისნი და უჩვენა უშვერი იგი, ვითარცა შვენიერი და ესრეთ საჭმლისა მიერ გამოხადა იგი სამოთხისა მისგან ფუფუნებისა. არამედ ჩვენ, რომელთა ესე საქმით გვიცნობიეს უკეთურება იმისი, და თუ ვითარ მაცთურარს, სამოთხისაგან საღმრთოთა მცნებათასა ნუ განვალთ. ნუცა რა ჟამს გვიჩვენებდეს ჩვენ მშვენიერად ნაყოფსა მას ცოდვისასა, მიუშვებთ მუნ განცდათ თვალთა სულიერთა გინა ხორციელთა, რათა არა შევიტყვნეთ და მოვინადირნეთ. არამედ ყოვლითა ღონითა ვილტოდეთ ხედვისაგან მავნებელისა. ხოლო რაიარს ნაყოფი იგი შვენიერად საგონებელი, ესე იგი არ სტრფიალება ხორცდა და ბოროტი გულის თქმა თვითოეულად წარწყვეტელთა ვნებათა, რომელთა საფრთხისაგან ვილტოდეთ ზმანო ჩემნო, რათა ვსხონდეთ და ვზადიკობდეთ ყოველთა თანაწმიდათა უკუნითი უკუნისამდე ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდით ურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.